მეჩეთის მშენებლობის საკითხი ღია დარჩა და მისი საბოლოო გადაწყვეტისთვის ინტელიგენციასთან შეხვედრები კიდევ გაგრძელდება. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მწერლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბიძინა ემანიშვილი აცხადებს, რომ საკითხი ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს, რათა საზოგადოების არც ერთი ნაწილი გულნათკენი არ დარჩეს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილი არიან მწერალთა კავშირის წევრები. ისინი აღიარებენ, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. საზოგადო მოღვაწეებმა დღეს პრემიერ-მინისტრისგან მწერალთა კავშირის შენობის რეაბილიტაციის დაპირება მიიღეს. საუბარი, როგორც მწერალთა კავშირის წევრები ამბობენ, სტიპენდიების დანიშნვასაც შეეხო. შეხვედრა ხონდა ძალიან საინტერესო. ინტელიგენციასთან, წევრებთან და პოეტებთან ხონდა ძალიან. აი მე ვიღადად მოხიბლული ვარ შეხვედრით. მე ვნახეთ დღეს ძალიან ბევრი გულწრფელი, არა მარტო პოეტი და მწერალი, ძალიან ბევრი გულწრფელი მოყვარული საკუთარი სამშობლოს და კარგად რო იცის საჭიროება ჩვენს ქვეყანას. ვიმჯერეთ, მეჩეთსაც ვიმჯერეთ, კარგად ვიმჯერეთ, ყველაფერზე კარგად ვიმჯერეთ და კარგადაც შევჯერდით. შემდგომ რაუნდზე შევჯერდით და რა გადაწყვეტილებაზე, დრო უნდა ამას კიდევ ვიმჯერებთ და გავაგზავნებთ. აუცილებლად გვექნება შეხვედრა კიდევ. ჩვენს ხალხი არა ვართ, რომ ჩვენს ზრდახორცს ვაწყენინოთ, მაგრამ არც ის ხალხი ვართ, რომ რაღაც ისეთი, რაც შეიძლება მომავალში სამშობლოს დაგიზიანებს, რომ ესეც იოლად დავთვალოთ. მე ვჯერა, რომ ჩვენ საერთო ენას ვიყოლით ყველანი, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შეგებია. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ თემაზე, იმ თემებზე განსაკუთრებით რაც მწერლებს აინტერესებდა, იქ იყო ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით თემაზე საუბარი და რა ვიცი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მივიღეთ დადებითი პასუხები რაღაცებზე ვიმსჯელეთ, ნუ კონკრეტულად ჯერ არაფერი არ გითქვამს, მაგრამ ყველაფერი მიდის კარგისკენ და მადლობა ამისთვის.